მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კონცეპტორის რიგით მეორე პოდკასტს. ეს არის სივრცე, სადაც საუბრობთ ინტერიერის დიზაინზე და რემონტზე. დღევანდელი პოდკასტი ძალიან საინტერესო გამოვა ჩემი აზრით, იმიტომ რომ კონცეპტორის პოდკასტის დღევანდელი სტუმარი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, ინტერიერის დიზაინერი ლალიკო შაშიაშვილი. მოგესალმებით, ლალიკო, როგორ გძნობთ, როგორ გძნობთ თავს პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეთ და თქვენი სტუმარი ვარ. პირიქით, მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ და ვფიქრობ დღეს საინტერესო პოდკასტი უნდა გამოგვივიდეს, როგორც ჩვენი პირველი პოდკასტი იყო, მსგავსად. დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ ზოგადად ინტერიერის შესახებ, როგორ ვითარდება საქართველოში. და ასევე საინტერესოა თქვენი კარიერაც, ანუ როგორ დაიწყეთ ინტერიერის დიზაინის საქმიანობა და რა გზა გაიარეთ აქამდე. მე ბავშვობიდან მხატავდი, ბავშვობიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი ან არქიტექტორი ან მხატვარი, ეს ორი მქონდა, იმიტომ რომ მშობლებიც არქიტექტორი და მხატვარი ფერმწერი მყავს. ამიტომ სხვა პროფესია არც განვიხილია არასოდეს. და ინტერიერის ფაკულტეტზე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მამაჩემსაც ეგ ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ეხლა ჩემი შვილიც ამ ფაკულტეტზე სწავლობს, რაღაცა განვაგრძეთ ეს ყველაფერი. მოტივაციაც აქედან წამოვიდა თქვენ. უბრალოდ იმ პერიოდში მე რო ჩავაბარე აკადემიაში, მაშინ არავის არ უნდა და ეს ინტერიერი, რო დავამთავრე აკადემია, მაშინ რაღაც ძალიან ცოტა იყო ეს. მეგობრებს უკეთებდი, თუ კი ვინმე რამეს აკეთებდა მეგობარი, სულ იმათ უკეთებდი, ეს სახლებს, ინტერიერებს. მერე უკვე ხალხმაც დაიწყო, რომ მიხვდნენ, რომ სჭირდებათ ინტერიერის დიზაინერი და ეხლა ძალიან პოპულარული არის ეს ჩემი პროფესია. როგორ განსაზღვრავთ, რა სტილის მიმართულებით უნდა წაიყვანოთ ინტერიერის დიზაინი? როგორ ხედავთ თქვენი სტილი და კონცეფცია, რას მოიცავს? პირველ რიგში უნდა მოერგო დამკვეთს. მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ რაღაცები არის, რომელიც უნდა დაარწმუნო, რა თქმა უნდა, რომ რომელი ჯობია და რომელი არ ჯობია, ხო? გინდა ფერი აიღო, მასალა აიღო თუ რაც გინდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დამკვეთსა და ჩემს შორის ხდება ეს მოლაპარაკება და უნდა იმან უნდა იცხოვროს, მოკლედ თუ საცხოვრებელი სახლია და რა თქმა უნდა იმის პირობები უნდა გავითვალისწინო ოჯახის წევრების ყველასი აბსოლუტურად და იმის მიხედვით უნდა გაუკეთო ყველას თავის საცხოვრებელი სივრცე. საინტერესო არის დიზაინერისა და დამკვეთის ხედვები რამდენად ხშირად ემთხვევა ერთმანეთს და თუ არის მაგალითად განსხვავებული დამკვეთს სხვა დიზაინი უნდა პირობითად და დიზაინერი სხვა დიზაინს თავაზობს. მაგ შემთხვევაში როგორ ხდება კომუნიკაციის მიმართულებით წაყვანა. ეს ძალიან ხშირი შემთხვევა არის. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია მე პირადად, რომ რომ მომისმენი, რა უნდა, რაღაცა უთქვია ყველაფერი და მე რომ გამიკეთები, ზუსტად თითქოს ჩემ ტვინში იჯექი რა მინდოდა. ესეთი შემთხვევა ძალიან ბევრი მქონია, მაგრამ იშვიათად არის, რომ თქვათ მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, რომ საერთოდ რადიკალური გემოვნება ქონდა დამკვეთს და მე ესე რომ ვთქვათ რა. ამდენი წლიანი სტაჟი გაქვთ ინტერიერის დიზაინში, სამას ახსენეთ, რომ საწყის ეტაპზე თქვენს მეგობრებს ეხმარებოდით ინტერიერის დიზაინის დაგეგმარებაში. ეს 90-იან წლებში იყო ეტაპლოებით. ყველაფერს რასაც ვიძახი და მაგ დროს რაღაცა უფრო განვითარების ეტაპზე შეიძლება ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცა მაგ ეტაპისთვის არ იყო ესეთი პოპულარული, როგორც პოპულარულის გარდა, როგორ გითხრათ, ეხა რა ხდებოდა საქართველოში და თბილისში ყველა მიდის არავის არ ეცალა იმისთვის რომ ეს გაეკეთებინა. თქვენაირი ადამიანებისგან გამომდინარე, თქვენაირი ნიჭიერი ადამიანებისგან გამომდინარე, სამყარო დონეზე იმდენად ჩართული იყავით ამ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში, თუნდაც მეგობრებთან, ოჯახის წევრების სურვილებს ითვალისწინებდით და ამის შემდეგ უკვე რაღაცა ესეთი სერიოზული სახეც მიეცა, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული არის, მოდი ესე რომ ვთქვათ და მოთხოვნაც მე მგონი ეტაპობრივად იზრდება, იმიტომ რომ უფრო და უფრო იზრდება და ხედვაც და ღირებულებებიც იცვლება მომხმარებლებს შორის და სანამატო მასალების მიმართულებაც გვაძლევს მაგის შესაძლებლობას, რომ მგონია თითქოს რაღაცა საჭიროებაც არის, სწორად დაგეგმაში. მე მქონია შეხება ადამიანებთან, რომლებსაც მაგალითად ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვიათ, სწორად როცა დაეგეგმათ თავიანთი რემონტი, თუნდაც ერთი ოთახის სივრცეზე და მე რაღაცა სინანული შეგრძნებასავით გამოხატვა ჰქონდათ ესეთი, რომ ნეტა დიზაინერი, სწორ დროს ამერჩია. თქვენთან თუ ყოფილა მსგავსი, რომ უკვე დაწყებული არის და ამის პროცესის ეს გამოსწორებას, უფრო მგონია რომ რაღაცა უფრო დიდ შრომასაც და დიდ ხარჯებს მოიცავს, რა თქმა უნდა და არც მგონია რომ რაღაცა საბოლოო შედეგიც შეიძლება არ გამოიყოს და ამიტომ თქვენი რჩევებით აუცილებელია, გასთვალისწინებელია, რა პროცესში არის საჭირო ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა,
რა ეტაპიდან არის და ეტაპის თავიდან მე ვფიქრობ, რომ გინდა სახლს რო აშენებენ, სანამ აშენებენ, ყველაზე კარგი და ჯანმრთელი არის, რომ პროექტსაც აკეთებ და ინტერიერსაც, ანუ ერთად. აი, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად, როცა პროექტს გააკეთებ, ანუ სახლის მთლიანად, კერძო სახლზე მაქვს ან შენობაზე, ლაპარაკი იქ უკვე ინტერიერის დიზაინის რაღაც 50% შენ უკვე ნაფიქრი გაქვს. ამიტომ აი საწყისი ეტაპიდან ყველაზე სწორია, მაგრამ ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ უკვე თითქმის დამთავრებული და რატომღაც გონიათ, რომ ინტერიერის დიზაინზე მარტო უნდა რომ ფარდა რო დაუკიდოს და განათება და თქვათ ფერი უთხრას. ანუ ეს უკვე ყველაზე ბოლოში არის დამთავრებული. მთავარი არის, ანუ პირველი ალბათ შეცდომა რო არ დაუშვან ზუსტად აი ის, რომ კედლები რო არის აშენებული თავიდან, სანამ აი სანკვაძები და ელექტროწერტილები განაწილდება, აი ეგ არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდ შეცდომა ზუსტად მაშინ უშვებენ. რომ ამას არ ითვალისწინებენ თავიდანვე და თავიდანვე ანუ შედეგის მოსწრეთ ხდებიან რის მოსწრებას მაგათჯდება შემდეგ რემონტი და ამიტომაც არის რომ რემონტი აღარეტევათ მოკლედ და აი მას არ გათვლიან თუმცა აქაც მაინც გქონიათ შემთხვევები რომ რაღაცა ის გამოგისწორებიათ ესე ბჭყალებში რო თქვათ და თუ ესეთი შემთხვევა მაქვს კი რა თქმა უნდა ეხლა უკვე ძირითადად თავიდან იწყებენ იმიტომ რომ ალბათ ბევრს ქონდა პირველი სახლის შემთხვევაზე ეგეთი და უკვე გამოსწორებული მეორეს უკვე აკეთებენ, ვისაც თქვათ რამოდენიმე სახლი აქვთ უკვე გარემონტებული, ანუ მასე აკეთებენ. ცოდნა უნდა ქონდეს წინასწარ, ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი გეგმის მიხედვით, რაში არის გამოყოფილი კონკრეტულად თანხა და ის თანხა სწორად უნდა იყოს მიმართული. შესაძლებელი არის ხშირი მომენტები ყოფილა ისეთი, რომ არასწორი დაგეგმარებით, მე თავიდან იყო ყველაფერი შესაძლებელი და ორმაგი და სამაგი ხარჯი გამოდის საერთო ჯამში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. რამდენად ხშირად მიმართავენ მომხმარებლები საქართველოში, ანუ ინტერიერის დიზაინერს? რამდენად არის ეს, ესე რომ ვთქვათ, განვითარებული, არა უფრო პოპულარულიც აღარ ქვია, საჭირო მოთხოვნა. როგორც ვთქვათ, ნახატი ხო ინტერიერში ასევე არის, მე ვფიქრობ, ეს უკვე რაღაც შეიძლება ითქვას, რომ ფუფუნების საგანია, მაგრამ ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ მე ორჯერ არ გადაიხადონ, თქვათ, თავიანთ შეცდომებზე. და რამდენად ხშირი არის ამის მოთხოვნა? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ან თვითონ მომხმარებლები, ანუ უფრო აქტიურად არიან უკვე ამ მიმართულებით ჩართულები და აი რამდენად შესაძლებელია, რომ ამაზეც რაღაცნაირად ორი სიტყვით თქვათ, აი თუ არის აქტუალური, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში? ნუ აი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე რო აკადემიაში დავამთავრე ინტერიერის დიზაინი, 4 კაცი ამთავრებდა იმ წელს ხომ, ერთ წელიწადში გამოდიოდა 4 სპეციალისტი, ანუ ამისი და ეხლა ალბათ 400 არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტი და ანუ არის მოთხოვნა. შედეგიც მარტო აქედან. თქვენი დაკვირვებით აი ახალგაზრდებში რამდენადაც შეხება გაქვთ სტუდენტებთან და უკვე იმდენად ჩართული ხართ ამ პროცესებში, აი რამდენად პოპულარული ხდება ეს პროფესია? აი როგორი განვითარება აქვს, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში ეს ინტერიერის დიზაინის მიმართულებას? რამდენად არიან დაინტერესებულები? ეხლა ნუ სტუდენტებს, ახალგაზრდებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ნუ არის ძალიან ბევრი, მაშინ იმ პერიოდში იყო რაღაცა იმ 5 რაღაცას რა იქიდან ქონდა ამოსარჩევი, ხო? ეხლა უამრავი მაღაზია, უამრავი მასალა არის, ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვთ, რომ გააკეთონ და ბევრი ინფორმაცია მიიღონ. მაშინ არ იყო ადრესი ინფორმაცია ბევრი. საინტერესოა. აი, თქვენი ამხელა გამოცდილებიდან თუ გაქვთ და თუ გახსენდებათ ის და თუ გაქვთ გამორჩეული ინტერიერის დიზაინი გაკეთებული ისეთი, რომელიც დღემდე გახსოვთ და შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რა შტაბ-ბეჭდილებები მოახდინა კონკრეტულად იმ დიზაინერის გაკეთებამ და რით გამოარჩევდით თუ გაქვთ კონკრეტულად მსგავსი დიზაინი. ერთი არა, ბევრია ესეთი გამორჩეული დიზაინი, ანუ აი ძალიან ბევრი არის, მაგალითად ერთი რამოდენიმე სახს გამოვარჩევ ესე, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცეც ესე, როცა მოყვება დამკვეთი და იმის დამკვეთის გემოვნებაც და შენი გემოვნებაც ერთმანეთს ემთხვევა, ეს ყველაზე კარგი არის, ნუ აი მქონია მაგალითად ისეთი შემთხვევა, რომ ისეთი კაი გემოვნება აქვს და ისე კარგად უნდა მე თვითონ რომ შენ თვითონ გიხარი ამას რო აკეთებ რა ანუ აი სიამოვნებით კი რა თქმა უნდა რაღაც საბოლოო შედეგიც უფრო ისეთი დასრულებული და შეფასოვანიც გამოდის ამ დროს და ამიტომ აუცილებელი არის ისევ იქ მივდივართ რომ რაღაცა ურთიერთშეთანხმება ან სურვილების გაზიარება და რჩევების გათვალისწინებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი რო იყოს ეს მაგ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი არის გაუგო ადამიანს და სწორი ფსიქოლოგიური მომენტი ჩამოაყალიბა კონკრეტულად ადამიანზე და დამკვეთზე. დამატებით
უნარები უნდა ქონდეს ინტერიერის დიზაინერს, რომ თავისი ხედვა სწორად წარმოუჩინოს დამკვეთს. დამატებითი ფსიქოლოგიური მომენტები არის თუ კონკრეტულად მარტო დიზაინერის მიმართულებით გვაქვს აქცენტები გაკეთებული თუ როგორ ვერგებით კონკრეტულად მაგ მომენტში დამკვეთს. ფსიქოლოგიაც უნდა კარგად იცოდე ადამიანის, იმიტომ პირველ რიგში, მაგით ხვდები რა უნდა. ესე ერთი შეხედვით ესე ვერ დაინახავ, ხო? რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მიხვდები და მარტო ის ცოდნა არ უნდა გქონდეს თქვათ, რომ კარგად ერკვეოდე ნახაზებში და ასე შემდეგ მასალებში, უნდა ხვდებოდე ფსიქოლოგიურად როგორი მიდგომა მაინც არის საჭირო და აუცილებელია. თქვენი დიდი კარიერიდან გამომდინარე, სავარაუდოდ იქნება ისეთი მომენტები, სადაც მხოლოდ ინტერიერის დიზაინით არ იქნებოდი შემოფარგლული. რამე ისეთი გლობალური მიმართულება თუ გქონიათ, ან სხვადასხვა მიმართულებით წასვლიხათ და გლობალურად შეგხედეთ კონკრეტული პრობლემისკენ, ან რაღაცა ახალი ისეთი გამოგიცდიათ და შეგიქმნიათ, რომელიც მხოლოდ ბინას და მხოლოდ კერძო სახლს არ მოიცავდა. რა თქმა უნდა, ინტერიერის დიზაინი მარტო საცხოვრებელ სახლს არ მოიცავს. ბევრ საზოგადოებრივ სივრცეებსაც მოიცავს და ესენიც ძალიან ბევრი მაქვს თქვათ გაკეთებული, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოვარჩევ რეაბილიტაცია თბილისის რო იყო თუ გახსოვთ 2008-2012 წლებში, ასევე ბათუმის და თელავში გავაკეთეთ ძალიან ბევრი შენობები. ბატონი ვაჟა ორბელაძის და მამიჩემი თამაშაშიაშვილის მაგათი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი შენობა გვაქვს გაკეთებული და მაგალითად მაგითი ძალიან ვამაყობ. ისტორიც ხართ ხო? აქედან გამომდინარე არქიტექტურული ნაგებობებიც ვაკეთებდით, კი ბატონო, იმიტომ ის პერიოდია, მაგ დროს ჯერ კიდე ესეთი ინტერიერი ლათესი არ იყო და ამიტომ არქიტექტურულ ჭრილში იყო. ეს ეგრემისეულად არ იყო შემოსული. კი, ძალიან ბევრი შენობები გავაკეთეთ მაშინ და ეს დიდი სკოლა მანდ გავიარეს. ისე საინტერესო არის ძველი სტილი, ძველი შენობების სტილი როგორი იყო ადრე და როგორი არის ახლა, როგორი იცვლება საერთო ჯამში ექსტერიერის დიზაინიც და ვითარდება, ყველაფერი ვითარდება აბსოლუტურად, მაგრამ აი ძველ სტილს და შენობებსაც მაინც სხვა ხიბლი აქვს. საინტერესო ისტორიის მეტარებელი არის და რაღაცა ესეც ალბათ ცოტა უნდა შეუნარჩუნო. აი რეაბილიტაცია ხდებოდა ძირითადად და რეაბილიტაცია საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ის ძველი შენობა უნდა თავისი იერსახე, ყველაფერი უნდა შეინარჩუნო და ახალი სიცოცხლე შეეცინო ისე, რომ ძველი ღირებულებები არ დაიკარგოს. ძველ სტილს და ახალ სტილს შევხედე, საინტერესო არის რა ტენდენციები არის მოსალოდნელი პირობითად 2026 წელს, ვიცით 5-10 წლის უკან დაახლოებით როგორი დიზაინები იყო წარმოდგენილი საქართველოში და არა მარტო საქართველოში. თქვენ გეცოდინებათ დაახლოებით 2026 წელს რა იქნება ტრენდული და რა ტენდენციები შემოვა 2026 წელს. პირობითად რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რა მოთხოვნილებები იქნება ყველაზე პოპულარული 2026 წელს. რა თქმა უნდა, რაც ადრე იყო მასალები, ეხლა ბევრად უფრო, წეღანაც აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ არჩიოს, თქვათ, დამკვეთმა, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიურ მასალას. საღებავსაც, რა თქმა უნდა, ფილასაც, ხის მასალას, შპალერსაც და ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ მარტო საკვები არ გვწამლავს მიხვდნენ და გარემოც ამით გარემოში როცა ცხოვრობენ, მაგითაც იწამლება ადამიანი, ძალიან ცუდია. რაც შეეხება სტილს და ფერებს, რაც უფრო მინიმალისტურია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გადატვირთული არ არის, მით უფრო მე ვფიქრობ, რომ უკეთესია. აი როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი სტილი, რომელი ფერი შეესაბამება ჩვენ სახს, აი არ ვიცით. წეგან ვახსენეთ, ახ ბეჟი ფერი ძალიან ისეთი აქტუალურია, მაგრამ აი არ ვიცი, ჩემს სახს პოპულარული, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მარტივი არის და რაღაც ნაკლებად შემაწუხებელია, თუმცა მაინც აი მაქვს ესეთი კითხვა, სურს დიზაინერი, რჩევა ვკითხო, აი როგორ მიხვდე, არ ვიცი, ნულიდან ვიწყებ და როგორ რა სტილი და რა ფერები შეიძლება რომ მოუხდეს ჩემს სახლს. როგორ იცვლება მომხმარულის სურვილები ბოლო პერიოდის განმავლობაში? ძირითად შემთხვევაში რას აქცევენ ყურადღებას თუ ხართ დაკვირვებული? ესთეტიკას თუ ფუნქციონირებას, რომელიც უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას? რა თქმა უნდა, ფუნქციონური უნდა იყოს ინტერიერი, მაგას ყველა აქცევს ყურადღებას.
რომ ისე იყოს ზონები გადანაწილებული, რომ ყველას რაღაც თავისი ფუნქცია ქონდეს და რა თქმა უნდა ეკოლოგიურ მასალებზე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ყველა უკვე და ტენდენცია შეინიშნება იმაზე უკვე რომ იზრდება ეკოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნა უფრო მეტად მომხმარებლებს ამახვილებენ ყურადღებას თუ ბაზრიდან გამომდინარე საუბრობთ არჩევანიც უკვე როგორ ფიქრობთ რამდენად არის არჩევანიც ბევრი გვაქვს მაგაზე და ანუ უკვე ყველა აქცევს მაგას ყურადღებას იმიტომ აი ელემენტარულად საღებავი იქნება თუ რაც იქნება ყველა იმის წარმოშობას ანუ რა უწერია ყველაფერს დაწყლებით კითხულობენ და მე ისე ყიდულობენ ეს ბევრი იმასე აკეთებს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის როდესაც რემონტს ეხება საუბარი და ჯანმრთელობაზე თითქმის ყველა ოჯახში არის წარმოდგენილი პატარა ბავშვები და პატარა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ჯანმრთელობა და თუ თქვენ გაქვთ რემონტი ან გეგმავთ მომავალში შეგიძლიათ გვეცვიოთ ჯაუკენის შოურუმებში და შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა სარემონტო მასალები და ჯანმრთელობაზე არ იღალოთ, იმიტომ რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალები არის წარმოდგენილი ჩვენ შოურუმებში, რომელსაც სპეციალური სერტიფიკატები აქვს, საერთაშორისო გარანტიებით, ესე რომ ვთქვა და ISO სერტიფიკატებით გამყარებული არის ეს ყველაფერი. საინტერესო არის უშუალოდ ის დამოკიდებულებაც, რა დამოკიდებულება აქვს უშუალოდ მომხმარებლებს, დიზაინერებს მიმართ. რამდენად საჭირო არის დღესდღეობით დიზაინერის დახმარება, რომ ის ფუნქციური სივრცეები უფრო მეტად გამოვიყენოთ ეფექტურად. წეგან როგორც აღნიშნე, უკვე ყველა იყენებს დიზაინერის დახმარებას, ანუ მის მომსახურეობას და საწყის ეტაპზე ყველაზე მართებულია, იმიტომ რომ ზუსტად ეს ყველაფერი ფუნქციურად დაყოს ეს ზონები, ანუ ყველა თითო კვადრატს ჰქონდეს თავისი ფუნქცია, ესე რომ ვთქვათ. არ იყოს დაკარგული, მოკლედ ფართები. მით უმეტეს თუ პატარა ფართია, ის უფრო განსაკუთრებით უნდა ავიცოთ ის სივრცეები, რომ პატარა შემთხვევაში აი რა ხრიკებს მიმართავთ ხოლმე, რომ რაღაცა ის სივრცე უფრო ისეთი ფართო და მასშტაბური აღმოჩნდეს, ანუ გამოჩნდეს ვიზუალურად. ნუ ეხლა აღარ არის დაბალი სიმაღლის ოთახები, შენობები, როგორც იყო ადრე, თუ გახსოვთ 2.50, ნუ ეს რაღაც კატასტროფა ესე მგონია. ხო და ეხლა ანუ რახან ცოტა სიმაღლე გვაძლევს ამის საშუალებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ ფერით რა თქმა უნდა შეგიძლია უკვე თამამად იხმარო ცოტათი მუქი ტონი ვთქვათ, მაგრამ პატარა სივრცეებში, სადაც არის პატარა სივრცე, სადაც არის უფრო დაბალჭერიანი შენობა, იქ უნდა მოერიდონ რა თქმა უნდა მუქი ტონების გამოყენებას. და რადგან პატარა სივრცეს შევეხეთ, ანუ ბიუჯეტსაც შევეხები აქვე, რომ აი რამდენად კი, როგორ დავაბალანსოთ ბიუჯეტი ისე, რომ ეს ყველაფერი ანუ ხარისხზე არ აისახოს და ანუ შედეგი მივიღოთ ისეთი, როგორიც გვინდა. მე თუ მკითხავთ უშუალოდ, როდესაც სივრცე უფრო პატარა არის, უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პატარა კვადრატული მეტრობით, რომ ფუნქციურად დაიტვირთოს ის სივრცეც. უფრო მეტად ჩართული არის ალბათ მომხმარებელი, რომ აი რაღაცა ბევრი უფრო მეტად ცდილობს მიაგნოს იმ გზას, რომ კონკრეტულად აი ეს კონკრეტული სივრცე რაც არის მაქსიმალურად ავითვისო, რომ აი პრაქტიკული იყოს ყოველდღიურობაში რა, იმიტომ რომ სივრცე გვაქვს პირობითად 40 კვადრატული და 40 კვადრატულში მაქსიმალურად საცხოვრებლად უნდა იყოს ყველაფერი განაწილებული, რომ კომფორტულად იქნო თავი და თან ამ დროს ბიუჯეტსაც ანუ მოუფრთხილეთ. ნუ გააჩნია 40 კვადრატულში რამდენი კაცი ცხოვრობს, მოდი მაგედან დავიწყოთ და თუ ერთი ადამიანისთვის არის, მაშინ უფრო მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთო. თუ უკვე რამოდენიმე ადამიანია, იქ უკვე ძალიან გვირთულდება ხოლმე, რა თქმა უნდა, საქმე, მაგრამ ანუ კაია რომ ანუ ყველა ესეთი პატარა ადგილებიც ავითვისოთ, ან სათავსოები არ აქვს ძირითადად ესე 40-50 კვადრატულიან ბინებს და ზუსტად მაგის გასაჭირია ხოლმე და ის სამწუხაროდ აი დეტალებით დიზაინერულად რო აითვისოთ, რაღაცა ესე ვცდილობთ, ანუ ყველა კუთხე კუნჭულს რომ მაქსიმალურად იყოს. მაგრამ აი სამწუხაროდ ერთ რამეს ვიტყვი, ხა ახალი შენობები რაც წამოვიდა ეს კორპუსები რო არის ბევრი და სადაც არის პატარა ბინები 50 კვადრატულიანს ვიძახი აი დაახლოებით, ნუ საშუალოდ სადაც სტუდიოს ტიპის და ერთ საძინებლიანი ბინა არსად არ არის გათვალისწინებული, ანუ აი ესეთი პატარა როგორც ვთქვათ საკუჭნაო, იმიტომ რომ ადრე ყოველთვის იყო ხოლმე და ეგ გაუცილებელია.
და არასოდეს არ ითვალისწინებენ ამას. ისე ამ დროს ჯობია ხომ ესეთი რაღაცა გაითვალისწინოს. ზუსტად იმ თემაზე მივედით, რა თემაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ზუსტად 50 კვადრატული მეტრი მაქვს შეძენილი ბინა და ზუსტად იმ სტადიაზე ვარ ახლა, რომ ინტერიერის დიზაინერი დავგეგმეთ და რაც ახსენეთ საკუჭნაოს ნაწილი არ აქვს წარმოდგენილი. ამ დროს არასდროს არ არის საკმარისი საკუჭნაოს ნაწილი. საინტერესო არის, მე გაგაცნობთ ჩემს ახალს რომ ვნახოთ რეალურად როგორ არის, იმიტომ რომ მართლა ვცდილობდი რომ რეალურად საჭირო არის საკუჭნაო, იმიტომ რომ როდესაც ქმნი ოჯახს და შემდეგ ვითარდები, გინდა არ გინდა, სივრცე გჭირდება. და ყოველთვის ვერ გამოიყენებ ყველა ტასასმელს და ყველა რაღაც ნივთს, რომელიც ყოველდღიურობაში გჭირდება. ამიტომ საჭირო არის, მაგრამ ვერ მივედით იმ კონდიციამდე, რომ სად უნდა გამოიყოს კონკრეტულად ის საკუჭნაო, რომ საერთო ჯამში მისაღების სტუდიო არ დაზიანდეს და ამ სტუდიოს არ მოვაკლოთ სივრცე და ცალკე საძინებელს არ მოვაკლოთ კიდე სივრცე და საერთო ჯამში ეს ყველაფერი იყოს და ერთი შეხედვით ახლა რომ შევხედოთ საერთო ჯამში შეიძლება ადამიანმა შეხედოს იმ მიმართულებით ინტერესის რომ მარტივია, მაგრამ როცა სივრცე გაქვს პატარა, ანუ ჩემ თავზე რომ აქ გამოცდილი თითოეული სანტიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანი არის და გამომახვილეთ ესე რაღაცა პატარა სივრცეზე, იმიტომ რომ მართლა ისეთი არის, ანუ დეტალები. თან ძალიან ბევრია ეს პატარა სივრცეები, ძალიან მოთხოვნადია ესე რომ ვთქვათ რა და ამიტომ ეს არ არის გათვალისწინებული და ზუსტად წეგან ვიძახდი მაგას, რომ თავიდან როცა გეგმარება კეთდება ხო იმ კორპუსის რაღაც არასოდეს არ ითვალისწინებენ ამას. ამ დროს ის 2 კვადრატული თუ რაღაც 3 კვადრატული არის ხო? არაფერი არ არის ვთქვათ თავიდან რომ გაითვალისწინონ, ანუ ცოტათი მეტი ფართი გამოყონ, იმიტომ ზუსტად ისი არის განაწილებული სიგანეებს ვიძახი ოთახის, რომ იქ უკვე საწოლის მეც შეიძლება ვერაფერი ვეღარ დაატიო და ამიტომ ვერ მოაჭრი და ვერ გადაწევი ის კედელს და ვერც იქითკენ, ანუ ზუსტად არის რაღაცა ძალიან მინიმალისტურად გათვალისწინებული. საინტერესოა, ძირითად შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რემონტს იწყებს, გავრცელებული შეცდომები რა არის? ან თუ არსებობს ეგეთი გავრცელებული შეცდომა, რომელიც თითქმის ყოველი მეორე ან ყოველი მესამე ადამიანი უშვებს, სანამ რემონტს დაიწყებს, ან რემონტის პროცესში კიდევ ძალიან ბევრი დეტალი იქნება ისეთი, რომელიც თითქმის ყოველი მესამე ან ყოველი მეოთხე უშვებს. ეს ვიცით, რომ ინტერიერის დიზაინერს წინასწარ არ მიმართავს, საჭირო დროს არ მიმართავს. მოდი მეორე გავრცელებულ შეცდომას, კორპუსებთან დაკავშირებით გეტყვით, იმიტომ რომ საცხობელ სახლს, კერძო სახლებზე არ არის ეგ პრობლემა. ზუსტად კორპუსებში არ არის დაცული ის, რომ ერთი დონე იყოს, თქვათ, სველი წერტილი და მისაღები. რატომღაც ეს ანუ ეგრეთ წოდებული ამ კანალიზაციის მილებს ისე აკეთებენ და ისე ამონტაჟებენ, რომ ანუ არ არის ერთი სივრცე რო იყოს სისწორე. ყოველთვის რაღაცა სიმაღლედან ფეხის წამოსაკრავს აკეთებენ, ან კიდე აივანი, თქვათ, სველი წერტილი და მისაღები, რომ ერთ დონეზე იყოს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, რომ თქვათ, ფანჯრები ჩაუსვიათ მაღალზე, ან პირიქით დაბალზე, მერე ის კარები, შემოსასვლელი კარები, ანუ ის სხვა დონეზე, ეს არის უკვე მშენებლების შეცდომა სამწუხაროდ. შევიძენ ბინას იქნებ. ძალიან ბევრი სახლი მინახავს, მე-19 შევარჩიოთ თვითონ, ანუ ძალიან ბევრი სახლი მინახავს ეგრე, მე-19 საათზე და უფრო მაგალითად ყოფილა და რომ დავდგავარ ფანჯარასთან. ძალიან ისეთი მომენტი იყო გადასახედად, რომ თითქმის ოდნავ რო გადავწეულიყო, შეიძლება გადავარნილიყავი რა და ძალიან უსამართლო შეგრძნება იყო საერთოდ. კი, ჩვენ მქონდა ეს შემთხვევა, მენოთაზოს ფანჯრიდან ვიყურებოდით და ეს აივანი მეჩვენება თუ ნამდვილად გადახრილია, თუმცა ნამდვილად დახრილი იყო, ეხლა არ დავასახელებ და ამიტომ საინტერესო არის მაგის შესაძლებლობა. მარტივი თვალითაც ბევრი მინახია კი ბატონო. ნუ ყოველს თავის ყველაფერს აქვს სტანდარტები, ყველაფრის ზომები არსებობს, სტანდარტული ზომები, მაგრამ რაღაცა უნდა დაიცვა ხოლმე ის ზომები და ესე აღარ იქნება. რა მაინტერესებს? ადრე ახსენეთ გეგმარების მიხედვით განსხვავებულად იყო დაგეგმარება ბინების, ხო? და დღესდღეობით ეხლა დეველოპერ კომპანიები რა კორპუსებსაც აშენებენ, განსხვავებული არის რადიკალურად. თქვენი აზრით, რამდენად მოხდა ამის გაუმჯობესება და რამდენად არის ეს ყველაფერი მორგებული ინდივიდუალურ ადამიანებზე? ანუ რამდენად განვითარდა ძველი დაგეგმარებები და ახალი დაგეგმარებები? ადრე მახსოვს ეგეთ რაღაცა, რომ სამზარეულო ცალკე იზოლირებული უნდა იყოს აუცილებლად. დღესდღეობით რამოდენიმე ათწლეული არ შემოვიდა სტუდიოს
ტიპის სპინები, სადაც ერთ სივრცეში ვიტყვი, რომ შეცდომა პირიქით მე მომწონს იზოლირებული. გემოვნებაზე არის დამოკიდებული, მაგრამ საერთო ჯამში როგორ ყალიბდება ჩემთვის ძალიან კომფორტული არის, მაინც სამზარეულოს ნაწილი. ბევრს მოსწონს იზოლირებული, მაგრამ რატომაც არა. რა თქმა უნდა, სამზარეულოს ნაწილი კარგია, რომ ცალკე იყოს, თქვათ, როცა დიდი ფართია, მაგრამ ძირთად შემთხვევაში უფრო პატარა ფართებში სტუდიოს ტიპის სამზარეულოს იყენებენ, იმიტომ რომ ფართის გამო, მაგრამ მეორეც არის კიდევ დიასახლისი, რომ მარტო არ გრძნობდეს თავს იქ ცალკე ოთახში და იყოს ოჯახის წევრებთან კონტაქტში, ანუ ესეც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, აი თურმე სად იმალება. კი. ძირითადი მისია. სტუმრებთანაც და შეხება კონდეს ეს ცოტათი. არა, თვითონ სხვათა შორის მაგ. სხვათა შორის პატარა რო გამოკეტავდნენ. ძალიან ცუდია. პატარა რო ყოველთვის შეგრძნება მქონდა, რომ როდესაც დედაჩემი აკეთებდა სხვადასხვა კერძებს და სტუმრები იყვნენ ჩვენთან მოსულები, ყოველთვის დედაჩემი სამზარეულოში იყო და აი ჩვენ ერთად სანამ არ დაასრულდა ყოველთვის სანამ არ გაიწყობოდა სუფრა თავიდან ბოლომდე, აი სულ ცალკე იყო და აი უკვე რო დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ბოლო 15-10 წუთი შეიძლება აი სივრცეს ესე რომ ვთქვათ შემოერთებოდა და ეგ პლუსიც დადებითიც აქვს რა თქმა უნდა ყველაფერს და ამიტომ ეს ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ უკვე მომეწონება. კი, ნუ კარგია მაგალითად თუ აკეთებ ისეთი დიდი სივრცე თუ გაქვს, გააკეთო სამზარეულო იზოლირებული, მაგრამ მინის ვთქვათ კედლით გადატიხრო, რომელიც იღება და მე საერთოდ ერთი სივრცე ხდება, ეგ ყველაზე კარგი არის თუ მაგის ფართის საშუალება გაქვს. ასევე მაინტერესებს კიდევ ესე ჩემზე მაგალითად პირადად ძალიან მოქმედებს ინტერიერის ვიზუალი, ანუ სადაც არ უნდა წავიდე, ანუ სხვა გარემოში რო აღმოჩნდე, ძალიან ისეთ დეტალებს წინასწარ უკვე ვიცი, ანუ რა უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს და რაღაცა ეს ჩემს წარმოსახვაში ვიცი. ანუ რამდენად მოქმედებს ადამიანის გაწყობაზე, ესე რო ვთქვათ, ან რამდენად ხშირად ამბობენ ან მომხმარებლები მოგმართავენ, რომ ინტერიერის დიზაინი, ანუ განწყობას როგორ უქმნის ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე არჩევენ, მე მგონი სასტუმროსაც, ყველაფერს, რესტორანსაც, თუ კი რამე საზოგადოებრივი სივრცეა, ინტერიერი თუ მოგწონს, იქ უკვე მოგეწონება დანარჩენი რაღაცეებიც. ასევე არის სავარძელი, თუ მოგწონს, იქ უფრო კარგად და კომფორტულად ზიხარ, რა თქმა უნდა. მაგას ძალიან დიდ მნიშვნელობას ეხლა უკვე ანიჭებენ და მე ყოველთვის ვანიჭებდი მაგას, რა ვიცი. მეც. საერთო ჯამში ეგეთ სივრცე, როდესაც არის და კომფორტულად გრძნობ თავს, რასაც არ უნდა აკეთებდე, თუნდაც რომ მუშაობდე, ჩემი აზრით პროდუქტიულობა გაცილებით მეტად იზრდება და უფრო მეტად ხარ კონცენტრირებული და გსიამოვნებს იმას, რასაც აკეთებ. აი განათებაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, აი განათება უფრო ახდენს დიდ ემოციებს, ანუ იწევს თუ აი ფერები და უფრო ისეთი გარემოს თქვენ როგორ ანუ იცით რა არის, აი ძალიან კარგი გარემო რო შექმნა და თუ განათებას სწორედ არ გაუკეთე, უკვე იქ წყალში გაქვს ჩაყრილი მთელი ეს შრომა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას, რა თქმა უნდა, რა ფერს გააკეთებ განათებას, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ რადიკალურად შეცვალოს, რა ფერის განათება იქნება ის ინტერიერი. ფერმა, ნუ სულ სხვა ფერი გამოჩნდება მოკლედ და ამიტომ ეგ აუცილებლად სწორად უნდა დაგეგმო, რომ ვთქვათ, ცივი განათებით არ გააკეთო საცხოვრებელ სახლში. ამას არ აკეთებენ, უფრო საოფისე ფართებში აკეთებენ ცივ განათებას. ცოტა სხვა უცვლის ფერს, ყველაფერს, ვიზუალს. როგორ შეიძლება ჯაუკენის ასორტიმენტში არსებული მასალებით მდგრადი დიზაინის შექმნა? კარგი კითხვა. მომეწონა. კი, საინტერესო კითხვა. ძალიან კარგია, რომ ერთ სივრცეში არის, აი ნუ ყველაფრის არჩევანი, აი სანტექნიკიდან დაწყებული ფილა, შპალიერი, ყველაფერი აქვს, იატაკი, თქვათ ხის იატაკებიც გაქვთ. ამიტომ ერთ სივრცეში რომ მიდიხარ და ამ ყველაფერს არჩევ, ანუ შენს გიმარტივდება ეგ ყველაფერი და რა თქმა უნდა, მომხმარებელსაც და ეგ ძალიან კარგი არის, კი ნამდვილად. შევაჯამოთ. ანუ ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ეს პოდკასტის ბოლო ეპიზოდის ნაწილი. როგორ გონიათ, ანუ ეკოლოგიური მიდგომა უკვე ტრენდია თუ რეალური თანამედროვე საჭიროება, ანუ რა თქმა უნდა, უკვე საჭიროა ეს რომ ეკოლოგიური მასალები იხმარონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა არის ისეთი შენაერთით დამზადებული, რომელიც არავინ არ იცის.
მე მქონია პირადად ეგეთი შემთხვევა რამოდენიმე მასალასთან დაკავშირებით და ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ მიხმაროს ეს წარმომავლობაც ყველაფერი ესეთ ნახონ რა არის და ისე და ბოლო კითხვით შემოვიფარგლები, აი რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს? აი, განსაკუთრებით მე მოვხდი ამ კითხვას განსაკუთრებით ყურადღებით. შენ გეძღვნება ეს კითხვა? კი, იმიტომ რომ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც გეგმავს რემონტს. და მე ძალიან მაინტერესებს. და განსაკუთრებით მაინტერესებს 50 კვადრატმეტრში როგორ უნდა დავიგმო კონკრეტულად ის. საკუთნაო რომ გავუკეთოთ. საკუთნაო რომ მქონდეს. ხო. ნუ თუ უკვე დამთავრებული გაქვს იქ ელექტრობა ყველაფერი გაყვანილია, წარმოეშველება. მხოლოდ კედლები არის ამოყვანილი. ხო, ნუ კედლები სამოყვანად ზუსტად ეგ არის, მაგრამ შეიძლება რაღაცები თავიდანვე დაგეგმოთ და აუცილებელია, რომ ყველას ჩემ სტუდენტებსაც მაგას ვეუბნები, ანუ რომ გააკეთებ გეგმარებას აუცილებელია, რომ ზუსტად ის ავეჯი, რაც შენ გინდა, იზომა ავეჯი ჩასვა იმ ინტერიერში, იმიტომ რომ მე ბევრჯერ ყოფილა, რომ გაუკეთებე და იზომას არ მორგებულა, ან არ უყიდიათ, ამიტომ აი ავეჯთან ერთად სად იქნება განაწილებული აი ზუსტად ეს გეგმარება წინასწარ გქონდეთ მონახაზი გაკეთებული და უკვე მე მარტივად გაანაწილებენ ზუსტად რა ვთქვათ რა ზომის მაგიდა ან დივანი ან სავარძელი დაეტევათ მეტყველს. რა მაინტერესებს აი რეჭედებიან. ინტერიერის დიზაინში როდესაც რენდერი კეთდება, აი რენდერის დიზაინში პირობითად ავიღოთ რაღაც სავარძელი ან დივანი. ზომის მიხედვით რაც არის მოცემული, ეგ რეალობაში ესამება ის ზომები არის თუ როგორ ხდება მაგის განსაზღვრა? ძირითადად სტანდარტულია ხო ყველაფრის ზომა. მაგიდას კამი, სავარძელი იშვიათად თუ რაღაცა განსაკუთრებული და განსხვავებული ზომა არის. თუ ზუსტად აი დამკვეთს თუ ის განსხვავებული ზომა უნდა იცოდეს დიზაინერმა, რომ ზუსტად გაითვალისწინოს ეგ. მაგრამ დანარჩენი რაც სტანდარტული ზომაა, იმ ზომას უსმევ ხო? და თუ განსხვავებული უნდა გითხრას. მაინც წინასწარ იცის დალაგებულად უკვე სად რას განაწილებს და როგორი იქნება უკვე საბოლოო შედეგი აღარ მოუწევს ესე რომ ვთქვათ გადაკეთება იმ რაღაცა სავარძლის ან საწოლის რომ ზუსტად იქნება გათვლილი. აი ამ პოდკასტის მერე დეტალებს გავუვლი. როგორი შთაბეჭდება მოახდინა კონცეპტორმა თქვენზე? აი პირველი შთაბეჭდება რა იყო? აი რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა პირველად შემოხვედით კონცეპტორში? მოდი გეტყვი და საიდუმლოს გეტყვი, იმიტომ რომ რო აკეთებდით შუმად ვიპარებოდი აქ და მაინტერესებდა რა ხდებოდა. და ანუ ეს უშუალოდ პროცესში როდესაც კეთდებოდა? კი, შუმად აქ ამოვიპარე რამოდენიმე ჯერ და ნახე რა კეთდებოდა, რას ამზადებდა ქალბატონი ნინო. და ნუ მოკლედ აი ძართული მისია ქონდა მართლა. და ყველაფერს ძალიან კარგად გაართო თავი, იმიტომ რომ აი ყველა დეტალი ისე არის გათვლილი, ფერიც, აბსოლუტურად აი ყველაფერი არის წარმოდგენილი, რაც გაქვთ. საუკეთესოები რაც არის ამ თქვენ ანუ შოურუმში ისინი არის წარმოდგენილი ისე რომ აი რაღაცების ყიდვა მე მომინდა, რაღაცების უკვე ინტერიერში გამოჩენა აქვს და ინახავ რამდენიმე ფილა რა თქმა უნდა და ანუ ძალიან კარგი არის თვითონ ფილები ისე რო არის კედელზე ხო გაკრული რაღაც სხვანაირად ვერ აღიქვავ და აი ესე შოურუმი რო არის გაკეთებული ისე კარგად აღიქვავს მარტო ჩვენც გვეხმარება ეს ყველაფერში და რა თქმა უნდა დამკვეთსაც რომელიმე ზონა არის ისეთი რომელსაც ყველაზე მეტად გამოარჩევდით? არ ვიცი, მაგრამ ეს დიდი ფილები ძალიან მომწონს და ამ ზონასაც გამოვარჩევ. ძალიან კარგი. ესე რომ ვთქვათ, შეგვიძლიათ დღევანდელი მეორე პოდკასტი საერთოდ შევაჯამოთ. დღევანდელი სტუმარი იყო ლალიკო შაშიაშვილი. ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, ვფიქრობ. დიდი მადლობა მას, რომ ჩვენთან ერთად იყო. მთელი ეს. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და საინტერესო რჩევები მივიღეთ. კი და კულისებს მიღმა ძალიან კარგი რეკომენდაციის თქვენი სახელი მიიღებას ვაპირებ მე პირადად და რაც თავარია არ დაგავიწყდეთ კონცეპტორის არქის გამოწერა, იმიტომ რომ ეს დაგვეხმარება უფრო მეტად განვითარდეთ, უფრო მეტად საინტერესო ინფორმაციები შემოგთავაზოთ და კომენტარის ველში დაგვიწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები, კომენტარები, რაც გაინტერესებთ ინტერიერის დიზაინის შესახებ და ასევე რემონტის. დროებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა.